დემოკრატიული უკუსულა სანქციები, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მწვავე დებატებისთვის ემზადებიან. ევროდეპუტატები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ დემოკრატიის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ და ყურადღების მიღმა არ დატოვებენ BBC-ს სკანდალურ საგამოძიებო ფილმსაც. დებატებს წინ უძღოდა მზია მაღლობელის დაჯილდოება სახაროვის პრემიით ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო პოლიტპატიმარ ჟურნალისტს გადასცეს როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლს. საქართველოზე ხვალდაზე ბრიუსელშიც იმჟერებენ ევროკავშირის ლიდერები. წლის ბოლო ევროპული საბჭოს ერთ-ერთი თემა ბლოკის გაერთიანებაც იქნება. ლუკა ხაჩიძე განაგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ლუკა გისმენთ. გიორგი, ცნობას ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ აშკარაა, რომ ამ დებატების დროს დიდი დრო დაეთმობა. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ოლიგარქის რეჟიმი არის ანტიდასავლური, ანტიჰუმანური ძალა, რომელიც არჩევნების მიტაცების პარალელურად მზადაა ძალაუფლება ნებისმიერი გზით და მეთოდით შეინარჩუნოს. რეჟიმის წინააღმდეგ კრიტიკის პარალელურად ის, რასაც ყველა ევროდეპუტატი აღნიშნავს, არის ქართველი ხალხის შთამბეჭდავი ბრძოლა, წინააღმდეგობა, რომელიც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ კანონმდებლები საბჭოს და კომისიას მოუწოდებენ უფრო გააქტიურდნენ და ისმის კრიტიკა სხვათა შორის მათი მისამართით, რომ საქართველოს თემა ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში, რადგან რუსეთი ოლიგარქის რეჟიმით ქვეყნის სრულად მიტაცებას ცდილობს, რაც გავლენას არამხოლოდ საქართველოზე მოახდენს, არამედ ევროპის უსაფრთხოებაზეც. სტრასბურგში ამ დებატებისას კიდევ ერთხელ მოითხოვენ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს. ევროდეპუტატები ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოების მიუხედავად არსებობს გზა, რომ ოლიგარქის მთავრობას პასუხისმგებლობა მაინც დააკისრონ და ეს უნდა იყოს ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიცია, როდესაც ივანიშვილს და მის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებენ ქვეყნები ინდივიდუალურად, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს 25 ქვეყანა თუ გამოვრიცხავთ ორბანის და ფიცოს მთავრობებს. ეს დებატები საქართველოს შესახებ იმართება იმ ფონზე, როდესაც გუშინ ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიანიჭა როგორც სიმბოლოს ქართველების ბრძოლის. Mzia is like a symbol. მზია ერთგვარი სიმბოლო. სახაროვის ჯილდო არის ყველა ქართველისთვის, რომლებიც წელზე მეტია ევროპული მომავლისთვის ქუჩაში იბრძვიან. მზია ამაღლობელი გახდა სიმბოლო. ანდრეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან მინსკსა და თბილისს შორის არსებული დიდი მანძილის მიუხედავად ერთ ბრძოლაში არიან მსგავსი რეჟიმების წინააღმდეგ. ეს რეჟიმები რუსეთის მარიონეტები არიან. უკრაინელები, ქართველები, ბელორუსებიცაც ბრძოლას იბრძვიან. ჩვენ დავინახეთ მოლდოველები, რომლებიც წინააღმდნენ დიდ ჰიბრიდულ შეტევებს. კრემლს სურდა დაეპყრო მოლდოვა ისე, როგორც საქართველო არის. ლიეტუვაში მზიას უკვე განსაკუთრებით მის სიტყვებს. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. ასე რომ ეს ბრძოლა ჩვენს გვერდით. People want democracy, doesn't want to go back to Russia and Soviet. ხალხს არ სურს უკან დაბრუნება რუსული სტილის რეჟიმში. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ და გზავნილი ევროპული ინსტიტუციების მიმართ არის ის, რომ იყვნენ უფრო პროაქტიულები და ეხმანო საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმთან ბრძოლაში. რაც შეეხება სანქციებს, როდესაც ჩემ პუტინის ტროას ცხენი ყავს ევროკავშირში უნგრეთის მთავრობის სახით, რომელიც პროცესს ბლოკავს, ამ დროს ერთადერთი გზა არის ინდივიდუალური სანქციები წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ეს ღირსების საკითხი და ევროკავშირის ინტერესშია, რომ არ მისცე უფლება რუსეთს ასე გაფართოვდეს. ჩემი აზრით, მიზნობრივი სანქციები ოლიგარქების და იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მთავრობას თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩახშობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ოლიგარქებმა, რომლებიც პრობლემის ნაწილი არიან და რომლებიც ახშობენ თავისუფლებასა და დემოკრატიას საქართველოში, სარგებლობენ დემოკრატიით და თავისუფლებით ევროკავშირში და განაგრძობენ ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპულ კომპანიებთან. Events of last few years in Georgia. ბოლო წლების მოვლენები საქართველოში არის ტრაგიკული. რისი გაკეთებაც ევროპას შეუძლია არის ზეწოლის გაზრდა საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. როცა ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, აქ ევროკავშირს აქვს კონკრეტული კრიტერიუმები და მათი დაცვა აუცილებელია, რაც საქართველოს შემთხვევაში არ ხდება და ვერც პროგრესზე ვისაუბრებთ. ჩვენ მუშაობთ სანქციებზე, მაგრამ ყველაფერი ქართველების ხელშია. ქვეყანას, რომელიც თავს წარმოაჩენს როგორც დემოკრატიას, ქვეყანას, რომელიც თავს წარმოაჩენს, რომ ევროკავშირის გზაზე მიდის, არ უნდა ხავდეს პოლიტიკური პატიმრები, არ უნდა ხავდეს ჟურნალისტები ციხეში, არ უნდა აპატიმრებდეს და ავიწროვებდეს მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ უნდა აწარმოებდეს სამართლებრივ დევნას არასამთავრობოების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ვიცით რა არის ქართველი ხალხის სურვილი, ვიცით რომ არჩევნები გაყავდა, ვიცით რომ ქართული ოცნება ებღაუჭება ძალაუფლებას უფრო და უფრო მეტი რეპრესიის განხორციელებით. ჩვენი გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ფიქრობთ თქვენზე, გავართ თქვენზე
გვერდით ამ ბრძოლაში, რომელიც სამართლიანია. რაც შეეხება BBC-ს გამოძიებას, პირველ რიგში უნდა ჩატარდეს გამოძიება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ნათლად უნდა გაირკვეს, თუ მართლაც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, უნდა იყოს სანქციებიც. კაია კალას უკვე ჰქონდა მცდელობა, რომ ევროკავშირს სანქციები დაეწესებინა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე. მაგრამ უნგრეთისა და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ქვეყნის პოზიციის გამო ეს ვერ მოხერხდა. ყოველთვის მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს დააწესონ ეროვნული სანქციები. თუ ვინმე ამ პროცესს ბლოკავს, ჩვენ შეგვიძლია ოცნებას უპასუხოთ 25 წევრი სახელმწიფოს სახელით. ეს დებატები სავარაუდოდ დაიწყება თბილისის დროით 5 საათისათვის. საქართველოს საკითხი არის მესამე. წინა სხვა დებატებიდან გამომდინარე მოლოდინია, რომ ტრიბუნას დაიკავებენ რეჟიმის მოკავშირე ევროდეპუტატებიც, მათ შორის მაგალითად პარტიიდან ალტერნატივა გერმანიისთვის, ეს ის პარტია, რომელიც ოლიგარქის ინტერესებს საეჭვოდ იცავს, არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს ორი ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობას და სწორედ ეს პოლიტიკოსები შემდეგ ხდებიან ხოლმე პროპაგანდისტული მედიების რესპონდენტები და ერთგვარი ვარსკვლავები.